ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ საქმეზე ძალიან მოკლე ვადებში, თითქმის 2 თვეში დაიწყო საქმეზე განხილვა. იურისტებმა სარჩელი დაახლოებით 2 თვის წინ გააგზავნეს და რა თქმა უნდა მიუთითებენ რამდენიმე მუხლს, რომელზეც ფიქრობენ, რომ მზია ამაღლობელის უფლებები არის დარღვეული, მაგალითად თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და არის კიდევ რამდენიმე მუხლი, რომელზეც რა თქმა უნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზეც ამახვილებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები ყურადღებას. ისინი ამბობენ, რომ მუშაობენ ახლა სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ექიმებთან, რადგან დაიგეგმოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა და ასევე წერილში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე შეიძლება გახდეს ეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რაც კონვენციის მეხუთე მუხლით არის გარანტირებული, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მე-6 მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მე-8 მუხლი, გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-10 მუხლი, კონვენციის მე-13 მუხლი და მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე საქმე შეეხება კონვენციის მე-18 მუხლს, რომელიც უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლებს ეხება. კითხვებით დაუბრუნდა სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დარღვევებია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები გაუგზავნა სახელმწიფოს. ჩვენი მხრიდან არაერთი მუხლით არის მოთხოვნილი დარღვევის დადგენა. ეს მუხლები და ეს დარღვევები გამოვლენილია როგორც საქმის გამოძიების ეტაპზე, ასევე გამოვლენილია საქმის სასამართლო განხილვების ეტაპზე. მნიშვნელოვანი მკურნალობა მას არ ჩატარებია არც ციხის საავადმყოფოში და არც ვიგვამეთში, სადაც გადაყვანილი იყო. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან, მათ შორის ჩემი კოლეგა ადვოკატების მხრიდან მიმდინარეობს ექიმებთან კონსულტაცია, ვინაიდან უფრო პროფესიონალურად დაიგეგმოს მის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით გადასადგმელის შემდგომი ნაბიჯები, იქნება ეს კვლევა თუ სხვადასხვა რაიმე სახის მკურნალობა და ამის პარალელურად რა ინფორმაციასაც მისი სამედიცინო მდგომარეობა მოგცემს, გადაიდგმება რა თქმა უნდა სამართლებრივი ნაბიჯებიც. ჩვენ მზია ამაღლობელის პროცესზე რამდენიმე დღის წინ მოვუსმინეთ მაიამ წარიაშვილს, მის უფლება დამცველს, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გავარკვიეთ ისიც, რომ მზია ამაღლობელი მარცხენა თვალში თითქმის საერთოდ ვეღარ ხედავს და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არის გაუარესებული და რომ ის მარცხენა თვალიდან ახლა თითქმის საერთოდ ვეღარ ხედავს.